ინტერნეტ YouTube-ზე გავრცელებულ სატელეფონო საუბრებს ერთი ავტორი ყავს, ჩანაწერები კი 2009 წლის დეკემბრით თარიღდება. სამივე მათგანში საუბრის მთავარი თემა თბილისში კავკასიელი ხალხების შეკრების ორგანიზება და პარლამენტის მიერ მათი გენოციდის აღიარების მომზადებაა. მოგეთ, ჩვენ გვინდა რომ მანდ ვნახოთ აღმოაჩინოთ რაც შეიძლება მეტი კავკასიური ორგანიზაციები. ამ ჩანაწერის თანახმად ერთმანეთს გივი თარგამაძე და ეგვიპტესა და სირიაში საქართველოს ელჩი გოჩა ჯაფარიძე ესაუბრებიან. თარგამაძე ჯაფარიძეს კავკასიური ორგანიზაციების მოძიებას ავალებს, მოგვიანებით მათი საქართველოში ჩამოყვანის მიზნით. პირდაპირ ვთქვა, ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში მათი გენოციდი უცნობად. და ამ თემასთან დაკავშირებით კავკასიური ხალხების გენოციდი რომ იყოს აღიარებული ჩვენი პარლამენტის მიერ. იგი ხავართ დაკავებული ძალიან ინტენსიურად ამ ხალხის ძებნით. კავკასიური ხალხების თემა გრძელდება ჩანაწერშიც, რომლის თანახმადაც ერთმანეთს ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ჩეჩნურ-ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესაუბრებიან. გიორგი ლორთქიფანიძე ხიზრი ალდამოვს სერიოზული და ავტორიტეტული კავკასიელების მოძებნას თხოვს. ალდამოვი დღეს ამბობს, რომ ამ თემაზე არავისთან უსაუბრია, არავის შეხვედრია და შესაბამისად ჩანაწერი ფალსიფიცირებულია. ამერიკის საფრანგეთიდან ესეთი ხალხი აქ მათ საქართველოში თქვენ გამოსულები არიან ყოფილი მინისტრები ისეთ ზონაზე არიან ხო მეთქი ეგვინდა კაცო რომ კავკასიაზე ილაპარაკობ საერთოდ საქართველოში რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში რა ხდება რომ ანალიგულით ილაპარაკობს და ცოტა თანამდებობის ხალხი მე ვარ თავისუფალი ადამიანი საქართველოს მოკალაკე ცხოვრობ ჩემთვის მე არავისთან მოლაპარაკებები არ მაქვს, არც რუსთან მაქვს, არც ქართველთან მაქვს, არც აზერბაიჯანელთან, არც სომეხთან. მე ვარ ნეიტრალური ადამიანი, მივეცი ამ ხელისუფლებას ჩემი ხმა და ვცხოვრობ საქართველოში. ვის რა უნდა ჩემგან, ვერ გავიგე. კავკასიელ ხალხებს საქართველოში არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის წევრები, უმრავლესობიდან გივი თარგამაძე, უმცირესობიდან კი გია თორთლაძე ხვდებოდნენ. ამის შესახებ კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად მინისტრი მერაბიშვილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია საუბრობენ. პრეზიდენტი არ ხდება კაცოჩოხსეთია. ხო, რაღაცა მე შეიძლება შეხვედრა იყოს, იმიტომ რომ ფილმებში მე მიდის, რომ პრეზიდენტი შეიძლება შეხვედრა იყოს პრეზიდენტთან, რაღაც ისეთი ოფშია. არ ეხოდა პრეზიდენტს რა. იგი ჯობნევით პარლამენტის დელებზე ახვედრებს გივის და თორთლაძეს შეხვედრა და ხანახან ეწოდა. მარტში თბილისში გამართული ჩრდილოკავკასიელი ხალხის კონფერენციის ვიდეო მასალა არც ერთ მედია საშუალებას არ გავრცელებია. თუმცა მისი ჩატარების შესახებ აქტიურად საუბრობდა ქართული პრესა. ცნობილია ისიც, რომ მონაწილეებმა პარლამენტს კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს. პარლამენტში კი ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა.